ყველაზე დიდი თავისტკივილი ჩემთვის არის ყოველდღიურად იმაზე ფიქრი, რა შეიძლება გავატანო ბავშვს სკოლაში წასახემსებლად. დამეთანხმებიან ალბათ ის მშობლები, რომლებსაც ჩემსავით საჯარო სკოლაში დაყავს ბავშვი, სადაც სასკოლო კვება არ არის, რომ ეს არის მართლა ძალიან სერიოზული პრობლემა და განსაკუთრებით ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად რთულდება, თუ საქმე გვაქვს უჭმელ ბავშვთან. ახლა ჩაქაფულს და ხინკალს ხო ვერ გაატან სკოლაში, უნდა გაატანო რაღაც მშრალი საჭმელი. და დაბალანსებული კვებისთვის საჭიროა ხილი და ბოსტნეული, რომელზეც ჩემი შვილი კატეგორიულად უარს მეუბნება, რამდენჯერაც გავატანე ხილი და ბოსტნეული, იმდენჯერ უკვე მომიმბრუნა. ხელუხლებელი, რა თქმა უნდა. და რაც შეეხება მშრალ საჭმელს, ღვეზელები, ხაჭაპური, ლობიანი, კატლეტი და პური და ასე შემდეგ, ამაზეც კატეგორიულად უარს მეუბნება, ერთადერთი რაზეც ვითანხმებ არის კვერცხიანი პურები, ყიყლიყოვები უყვარს. თუმცა ეხა ყოველდღე ყიყლიყოს ხო ვერ გავატან სკოლაში. რაც შეეხება სკოლის ბუფეტს, იმის მიუხედავად რომ ფუნქციონირებს ეს ბუფეტი, იმდენად ცუდი ხარისხის ღვეზელები, იმდენად არაჯანსაღი საკვები იყიდება, რომ მე პირადად მირჩევნია ბავშვი, სხვათა შორის ბავშვსაც ურჩევნია, რომ დარჩეს იმ დღეს მშიერი, თუ თქვა სახლიდან ვერაფერს გავატან, ვიდრე შეიძინო სკოლის ბუფეტში.